ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ დამოუკიდებლად ამისა ჩვენ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით იმ უმძიმეს დღეს, როდესაც ევროპის კავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის, აი არაფერში დამნაშავეები რო არ არიან, უბრალო მოქალაქეებისათვის, რიგითი მოქალაქეებისათვის uvizო რეჟიმის შეჩერების თაობაზე. ვამბობთ სიტყვას, წარმოვთქვამთ სიტყვას შეჩერება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შეჩერება იმდენად დიდხნიანი შეიძლება იყოს მრავალწლიანიც კი, ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ ივანიშვილი სულ მინიმუმ იქნება ხელისუფლების სათავეში, რომ ამას შეიძლება უკვე დავარქვათ გაჩერება და მეტიც დასრულებაც კი. 31 აგვისტოს ევროპის კავშირიდან იტყვიან რა გადაწყვეტილებას იღებენ ჩვენთან მიმართებაში და მაღალზე მაღალი ალბათობით ნოემბერში, ან უფრო ზუსტი რომ იყო დეკემბერში ევროპული საბჭო შეიკრიბება და ევროპული საბჭო, ანუ სახელმწიფოთა მეთაურები ჩვეულებრივი უმრავლესობით ხმათა 27 ქვეყნიდან 30 ქვეყნიდან ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას თქვენთვის და ჩემთვის ჩვენთვის უბრალო არაფერში დამნაშავეები რომ არ ვართ იმ მოქალაქეებისათვის uvizო რეჟიმის შეჩერების და კვლავ ვიმეორებ დასრულების თაობაზე. ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება და მე იქნება და მე კარგად არ მესმის რაღა გააჩერებს ისედაც ქართული ოცნების მიმართ ისედაც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს სახლში რატომ დავრჩეთ სახლში, რატომ უნდა შევიყუჟოთ სამზარეულოებში და რატომ უნდა ვსქროლოთ და ვაივიში რატომ უნდა ავტეხოთ მხოლოდ Facebook-ზე და რატომ არ უნდა გამოვიდეთ გარეთ, მაგრამ ასევე არ მესმის რაღა გააჩერებს ქართული ოცნების ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს მაინც, რომელმაც მაშინ მაინც უნდა მიიღოს პროპაგანდის მიუხედავად იმისა, რა სიტყვის კიდაკი კობახიძე რუსი თუ შალვა პაპუაშვილი რუსი რაღა გააჩერებს და რატომ არ უნდა შემოგვიერთდნენ ისინი ჩვენ სავარაუდო იმ დიდ მრავალრიცხოვან აქციებზე, რომლებიც ჩემი იმედით ან ჩემი ვარაუდით გაიმართება დედაქალაქის ცენტრში და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში, არამედ სხვაგანაც სხვა ქალაქებში, მოკლედ ადუღდება მეთქი, უნდა ადუღდეს მეთქი ეს ქვეყანა, მეთქი ამის თქმას ვცდილობ. ქართული რუსული ოცნების ბანდა, როგორც ჩანს წინასწარ ინფორმირებულიც და მეორე მხრივ შესაძლოა მომზადებულიც, ან მომზადების პროცესშია რა უნდა უპასუხოს, ან როგორ უნდა უპასუხოს ევროპის კავშირის ამ მკვეთრ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც ევროპის კავშირის აქვე ვიტყვი სულაც არ უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება რომ სდომებოდა, ათასობით თუ არა ათობით მიზეზი მაინც მისცა წარსულში საქართველოს დე-ფაქტო მმართველობამ და მაშინ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორ უნდა უპასუხოს ამისთვის კი ემზადება პროპაგანდის მთელი მანქანა ამოქოქილი და რაოდენ სამწუხაროა რომ ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები ან არაჩვეულებრივი მოქალაქეები მსახურნი ქართული ოცნებისა აი ამ პროპაგანდის მანქანის იარაღები არიან და ისინიც პირველ პირში თითქოს გვიმტკიცებენ რომ ხო ეს კარგი არის, ან ცუდი სულაც არ არის, ან დამანგრეველი სულაც არ არის, დამანგრეველია არა მხოლოდ თქვენთვის, ვისაც ბარსელონასა თუ ბერლინსა თუ რომში გინდათ გზავრობა ტურისტული ვიზით, არამედ პირველ ყოვლისა იმ მოქალაქეებისათვის, ვისი ოჯახის წევრებიც საჭიროებენ, ვის ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ მკურნალობა ვენასა თუ ბერლინსა თუ პარიზსა თუ რომსა თუ მადრიდში, ხო? და ამგვარი მოქალაქე წლის განმავლობაში, ამგვარი ოჯახი წლის განმავლობაში არის 7,10,000, ანუ 10,000 ძიმედ მყოფი, ასე უნდა ვთქვა, ავად მყოფი პირი გადის, აგროვებს თანხებს, როგორღაც მოკუჩავს ხოლმე, როგორღაც მოკრებს ხოლმე გარკვეულ თანხას, რომ ვენაში თუ ბერლინში გააგრძელებინოს მკურნალობა ოჯახის წევრს. მათთვის ეს იქნება დამანგრეველი. თუ ვინმეს გონია, ბარემ ვიტყვი, რომ საკონსულოები გაიხსნება ამა თუ იმ სახელმწიფოსი და საკონსულოების ის ნაწილი გაიხსნება და იოლად გასცემენ ვიზებს, ესტონეთის, იტალიის, საფრანგეთის თუ გერმანიის საკონსულოები, ხო ესეც არასწორი მოლოდინია, ბარემ უნდა ვთქვათ,
იმიტომ რომ 8-9 წელიწადია, 8 წელიწადია მაინც გადაეწყო საკონსულოები და ის ტექნოლოგიური ან ტექნიკური შესაძლებლობები სულაც აღარა აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოს საკონსულოს, რომლებიც ან როგორებიც ჰქონდა მას ამ 8-10 წლის წინ. ეს არის ერთი ამბავი და მეორე ამბავია, რომ აკი გითხარით ქართული რუსული ოცნების ბანდა ამ ყველაფრისთვის ემზადება და აი მაგალითად ირაკლი კობახიძე ბანდიტი ამბობს, რომ ეგზისტენციური საკითხი სულაც არ არის, უვიზოდ ვივლით ჩვენ ევროპაში თუ ვიზებს ჩაგვირტყავენო, ვიზებს აკი გითხარით, ვერ ჩაგვირტყავეთ, მათ შორის ვერც იმ 7-10,000 ბავშვის მშობლებს და ბავშვებს თავად, ვისაც გარდაულად ჭირდება, მე შემიძლია არ წავიდე ბარსელონაში საბოლოო ჯამში და წავიდე ლაგოდეხში თუ სიღნაღში, მაგრამ აი ბარსელონაში ვისაც წასვლა უნდა, ბერლინში ვისაც წასვლა უნდა, გარდაულად ჭირდება სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მათაც კი გაუჭირდებათ კი არა, მათაც კი ალბათ მათი დიდი ნაწილი ვერ მიიღებს ამ ვიზას და ვერ გაემგზავრება შესაბამისად გერმანიასა თუ ესპანეთსა თუ იტალიაში. ეხლა კიდევ რა არის? ეს კობახიძე არის მნიშვნელოვანი. კობახიძე ამბობს, რომ ესო ეგზისტენციური საკითხი სულაც არისო, არ არისო, ეგზისტენციური საკითხი არის ის, რომ ქალი ქალია და კაცი კაციაო და ჩვენ ომში გვითრებს ეს ევროპა, დამპალი ევროპა, რომელიც ამასთან აბჭოთა კავშირის დაემსგავსაო ევროკავშირიო და ჩვენთვის მეორე ხარისხოვანი, მეხუთე ხარისხოვანია უვიზოთ შესაძლებლობა უვიზოთ გზავრობის შესაძლებლობა ევროკავშირშიო. რაც არის აბსოლუტური ტყუილი, ჯერ დასაკვირველია ტყუილია ის, რომ ვინმე ევროპის კავშირიდან ეგრეთ წოდებული deep state, გლობალური ომის პარტია წოდებული, სახელდებული ქართული რუსული ოცნების ბანდის მიერ ვინმე ჩვენ გვითრებს ომში. მაშინ ამიხსენით ვინმემ, რატომ არ ჩაითრიეს ომში, ასე მაგალითად პოლონეთი. პოლონეთი რატომ არ მონაწილეობს იმ ომში? პოლონეთის მიმართ ხო უფრო მეტი ინტერესი უნდა ჰქონოდა, უფრო ძლიერი სახელმწიფოა, სხვა თუ არაფერი ევროპის კავშირს თუ ნატოს თუ დასავლეთს ზოგადად. ვინმე მეტყვის, რომ ევროპის კავშირის წევრია უკვეო და ნატოს წევრია უკვე პოლონეთის შესაბამისად მეხუთე მუხლი მას იცავს და მისი ომში ჩართვა, ესე პირდაპირ კონვენციურ ომში საჭირო სულაც არ იყო კეთილი და ვეთანხმოთ ან გავყვეთ ამ აბსურდულ ლოგიკას და იგივე ლოგიკა გადავავრცელოთ ასე მაგალითად ბალტიის სახელმწიფოებზე. შესაბამისად ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს პოლონეთის არ იყოს არ ითრევენ ომში, მაგრამ კითხვა მაქვს მოლდოვა რატო არ ჩაერთო ამ ხნის განმავლობაში კონვენციურ ომში? ან სომხეთი, რომელიც ახლა უახლოვდება ევროპის კავშირს და იცით რომ უახლოვდება, სომხეთი რატომ არ ჩაერთო, რატომ არავინ აიძულებს ავალდებულებს მას უკრაინის კონფლიქტში ჩართვისაკენ რატო არ უბიძგებს? არა და სომხეთი იცით თქვენ დაწინაურებული ქვეყანაა, ჩვენზე წინაც კი არის ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ასე მაგალითად ხსენებული უვიზო რეჟიმი, სომხეთი მიიღებს, ოღონდ სომხეთი იმიიღებს და დარჩება, ხოლო ჩვენ გვაქვს და ჩამოგვართმევენ, ამიტომ არის სომხეთი დაწინაურებული ჩვენთან ემართებაში. ეგ რა მაგის პასუხია? ჩვენ შეიძლება ჩამოგვართვან ან გადახედონ ერთგვარად ასოცირების ხელშეკრულებას, გადახედონ ღრმადაყოვლის მომცველ სავაჭრო ხელშეკრულებას ევროპის კავშირთან და აგრეთვე კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც შეიძლება შეექმნას გარკვეული საფრთხეები და რომც არ შეექმნას საბოლოო ჯამში რა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ოდენ არც არაფერი არ არის, თუ შენ წინ არ მიიწევ, მაგალითად მოლაპარაკებებს არ ხსნი, როგორც ხსენებულმა მოლდოვამ და ხსენებულმა კი არ ხსენებულმა ჯერჯერობით უნდა ვახსენოთ, უკრაინამ გახსნეს და ისინი 2030 წლისთვის თუ ევროპა თავად იქნება მზად გაფართოებისთვის, რასაკვირველია გახდებიან ევროპის კავშირის წევრები, ჩვენი ნატო-რა და ოცნება რაც იყო ნამდვილი ქართული ოცნება. ეხლა კიდევ ერთი დეტალი, არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე რუსი, არამედ შალვა პაპუაშვილი რუსიც ამახვილებს ყურადღებას თემაზე, კი მაგრამ ჩვენ გვავალდებულებენ რომ ქალი კაცი იყოსო და კაცი პირიქით ქალიო და სწორედ ამიტომ ჩვენ იდენტობას როგორ ამბობს ნაციონალურ ინტერესებს თუ არ ვწდები არა რაღაც გავს სიტყვას ამბობს ამას არ უკუვაგდებთ არ უარყოფთ და ჩვენ ფეხებზე ვკიდია ეს ევროკავშირი საბოლოო ჯამში რომელიც აკი გითხარით იმეორეს პაპუაშვილი რომ ევროპის კავშირი დაემსგავსა საბჭოთა კავშირს. ეს ბანდა ხელისუფლება ამბობს რომ ევროპა საქართველოს ხელისუფლებას კვლავ იმეორებ ავალდებულებს რომ ტრადიციულ ხოლოდიშა ესე ქვია ტრადიციულ ფასეულობებს უღალატ ანუ ქალი ქალია და კაცი კაცია პაპუაშვილისეული აზრით არის თურმე ტრადიციული ფასეულობები. ახლა ამასთან დაკავშირებით მე თუ არ მიწყენთ რასაკვირველია გუშინ მომიწია
დაწერა ერთი სტატუსისა, Facebook სტატუსისა, რომელსაც პრაქტიკულად ღიად ჩაგიკითხავთ, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი სტატუსი Facebook-ისა, Facebook-ზე გამოქვეყნებული, რომელსაც ჩაგიკითხავთ, მეორე სტატუსის ავტორი არის დიმიტრი ცკიტიშვილი. ის სხვა თემას ეხება და მოვასწრებთ, მე მგონი დაახლოებით 20 წუთი მოდი კიდე ერთი ამდენი გაგრძელდეს ჩვენი ვიდეო ბლოგი. ჩემი სტატუსი კი ამგვარია. შეიძლება თუ არა და სათაურიც ასეთი იყოს, ამ შინაარსის იყოს, რომ შალვა პაპუაშვილი გახდეს ქალი. გეკითხებით მე თქვენ, როგორ წარმოგიდგენიათ შალვა პაპუაშვილი შეიძლება თუ არა ეს რაღაც კახურ შეურაცხყოფილად არ ბაბო, რაღაც კახურიერიანი ესეთი კაცი როა გახდეს ქალი გახდეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არასერიოზული კითხვა, ნამდვილად ცდებით. ეს შეუძლებელია, ჩემი აზრით კი არა, ობიექტურადაც შეუძლებელია და შეუძლებელია, აღარ ვკითხულობ შინაარსს გადმოგცემთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ევროპის deep state-ის ვინმე ჯონ სმიტი ამერიკელი თუ ევროპელი მივა იარაღს დაადებს შუბლზე შალვა პაპუაშვილს და ეტყვის, რომ შენ უნდა იყო ქალი, you are a woman, ხო? ამას თუ ეტყვის. მოსთხოვოს, უბიძგოს, დაავალდებულოს და 1000 რამ უქნას ამ სტატუს კითხულობ აგენტ კაცს. სულ რომ შეიპყროს და ეხლა ერთ ქვეყანას ვახსენებ და ერთ ქალაქს ვახსენებ. რამდენადაც ვიცი, აი პლასტიკურ ოპერაციებს ძალიან კარგად აკეთებენ შვეიცარიაში, კონკრეტულად ციურიხში. აი წარმოვიდგინოთ ესეთი სცენა, რომ შალვა პაპუაშვილი გაკოჭეს, წაათრიეს, უკაცრავად მისი საკაცეზე დააგდეს, წაათრიეს აეროპორტში, გადააფრინეს ჩარტერული გაიაშვილის რეისით შვეიცარიაში, ციურიხში, იქიდან გადმოათრიეს საკაციდან, მიათრიეს კლინიკაში, ოღონდ სახელი არ ვიცი, ამ კლინიკისა, მიათრიეს კლინიკაში, გაკოჭილ მდგომარეობაში, ღრიალებს კია შალვა პაპუაშვილი, მაგრამ მაინც რაღაცა გააშიჩლეს და გიბოდიშებთ, უკაცრავად მოახდინეს მისი კასტრაცია. აი წარკვეთ ესე ვიტყვი. ამ შემთხვევაში როგორ გონიათ, შალვა პაპუაშვილი გახდება თუ არ გარდაიქმნება თუ არა შალვა ნათელა პაპუაშვილად. ხო, შალვა პაპუაშვილი ოღონდ ქალი იქნება თუ არა. მე გეტყვით რომ არა, ვერ იქნება ამ შემთხვევაშიც კი თუ მას წარკვეთავენ მისი მოხდება მისი ამპუტაცია, მისი ორგანოს ამპუტაცია, მოაჭრიან, ასე ვიტყვი, ხო? ქალად ვერ იქცევა სქესის მიხედვით ხაზს უსვავ, ოღონდ სქესის მიხედვით ვერ მოხდება, რადგან მას ყოველთვის ექნება XY ქრომოსომები და ვერავითარ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს დაბადებულს მამაკაცად ვერ ექნება XX, ანუ სქესის მიხედვით ხაზს უსვავ ქალის ქრომოსომები. რაც შეეხება გენდერს, გენდერი განვაცალკებოთ. გენდერი არის როგორ გრძნობ, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს, როგორია შენი ფსიქოლოგიური განწყობა, ვის მიაკუთვნებს საკუთარ თავს. აქ უკვე ქრომოსომები როგორც ასეთი უნდა ამოვრიცხოთ და თუ შალვა პაპუაშვილი თავს ქალად გრძნობს, ისედაც არ ვიცი? არა, ალბათ არ გრძნობს, მეთქი ვიცი თუ გნებავთ ასე ვიტყვი. თუ ქალად გრძნობს, რაც არ უნდა იარაღით დააგდეს ვინმე ჯონ სმიტი ამერიკიდან თუ ვინმე სხვა ევროპის კავშირიდან, ის ქალად გენდერის თვალსაზრისით ვერ იგრძნობს თავს. მე გულახდილად გეტყვით შალვა პაპუაშვილზე, იმიტომ ლაპარაკობ, რომ მასში არ მეპარება ეჭვი მეთქი. აი სხვებზე ქართული ოცნებიდან კი შეიძლება წაგეეპაროს ეჭვი. გენდერული თვალსაზრისით ისინი ემანდ ვინძლო ქალები ხო არ არის, ანუ საპირისპირო სქესის ხო არ არიან, ქალი კაცი ხო არ არის ემანდ, რომელიმე ქალი სქესის მიხედვით, ხოლო რომელიმე მამაკაცი ემანდ ქალი ხო არ არის, ამაში ცოტა აი ვიღაცებში კი შეგეპარება ეჭვი, ოღონდ დასახელებიც გარეშე რასაკვირველია, იმიტომ რომ ემანდ არ მოგადგეს ახლა ვინმე მათ მიერ გამოგზავნილი და არ გვითხრას რომ შენ შეურაცხყოფას აყენებ ან ცილს წამებ, მოდი დაამტკიცეო, ვერ დავამტკიცებ, რასაკვირველია ვერც ერთ მათგანზე რომ ის გრძნობს თავს ქალად რომელიმე მათგანი მამაკაცი სქესის მიხედვით. პაპუაშვილთან მიმართებაში დარწმუნებული ვართ, რომ ოცნების სხვა ლიდერებზე დავდებთ კი თავს. რავი, ისე ვიკითხემთ კი ამას წერ სტატუსში. ახლა მეორე საკითხი, მდიდა ხო, ეხლა რატოა ეს მნიშვნელოვანი?
ქალია კაცია ესენი ამბობენ რასაკვირველია ევროპა ჩვენ გთხოვს თუ გავალდებულებს თუ გვიბიძგებს რომ ქალს კაცი ხოლო კაცს ქალი და სისულელე ტყუილი ისევე თივე ტყუილი როგორც ტყუილი იმის თაობაზე რომ ვინმე ჩვენ ომში გვითრებს არა ესენი მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს ესენი მხოლოდ იმიტომ აკეთებენ რომ ძალაუფლებაში უნდა დარჩნენ რომ მეტი და მეტი ფული დაღაფონ მოიპარონ, გამაგრდნენ, მეტი სახლი ჰქონდეთ, მეტი აგარაკი ჰქონდეთ, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ უკვე ევროპაში სადღა იმგზავრებენ, მაგრამ დუბაიში თუ შანხაიში მოგზაურობისა და ასე შემდეგ, ანუ იმ ქვეყნებში, იმ ქალაქებში, რომლებსაც ისინი არ დაუსანქცირებია. ამისთვის აკეთებენ, რომ კარტიეს სამაჯური ქვია, ხო, ოქროა, არ ვიცი, კარტიეს სამაჯური ჰქონდეთ მათ მეუღლეებს ფუფუნებაში იცხოვრონ. გარდა ამისა, რასაკვირველია, იმიტომ აკეთებენ, რომ ეს ყველაფერი არის შეკვეთა FSB-ს რუსეთისა და რუსეთი მოითხოვს მათგან, რომ როგორც გინდათ, რანაირადაც გინდათ დარჩით ხელისუფლებაში, შეინარჩუნეთ ძალაუფლება. მაგრამ აქ სხვა რამეზე ვამახვილებ ყურადღებას და აქ ისევ გადავდივარ ევროპის კავშირის თითქოს და მოთხოვნაზე, რომ ქალია, კაცია, აი ეს აღარ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ქართული ენა მდიდარი ენაა. გავიგე ევროკავშირი რომ ამას გთხოვს რასაკვირველია ბჭყალებში, არ გთხოვს, მაგრამ მაინც. აი რას გთხოვს რუსეთი. და მე გეტყვით, ქართული ენა რაღაცა მდიდარი ენაა. ქართულ ენაში არის ესეთი სიტყვა. ამას გენდერულად სქესით ქალზე ნაკლებად გამოიყენებენ ხოლმე, თუ საერთოდ გამოიყენებენ, აი კაცზე კი გამოიყენებენ. ამას ქვია არაკაცი. ანუ კაცობის არაფერი ცხია. მაგალითად, ჯოყოლა არის კაცი. ზვიადაური არის კაცი, ალო და ქეთელაური არის კაცი. თუმცა იქ შეიძლება არაკაციც გაიხსენოთ როგორც ერთი, ისე მეორე ნაწარმოებიდან ვაჟასთან და ასევე სხვაგანაც შეიძლება ბევრი არაკაცის გახსენება რასაკვირველია. აი რას ითხოვს რუსეთი ჩვენგან? რუსეთი ითხოვს რომ შალვა პაპუაშვილების და დგებუაძეების და ყობახიძეების და დიმიტრი სამხარაძეების და ზარქუების და ასე შემდეგ ლეგიონია მათი სახელი მსგავსი არაკაცებით იყოს დაკომპლექტებული საქართველო მთლიანად და საქართველოს ესა თუ ის სტრუქტურა მათ შორის პირველ ყოვლისა პარლამენტი. ანუ თუ ევროპა არ გთხოვს, მაგრამ ასე ამბობენ, ასე გვეუბნებიან, ასე გვტენიან მათ შორის პროპაგანდისტური მედიიდან, რომ აი ევროპა ჩვენ გთხოვს რომ ქალს კაცი, ხოლო კაცს ქალი დავუძახოთო და შალვა პაპუაშვილი ვერ გაქალდება, იმედი მაქვს კი არა დარწმუნებული ვარ რაც არ უნდა მოგთხოვოს. რუსეთი ჩვენ გთხოვს რომ ჩვენ გქონდეს ჩვენ ვიყოთ არაკაცების ქვეყანა, რომელსაც ემპათია, რომელსაც თანაგრძნობა, რომელსაც თანალმობა, რომელსაც მხარდაჭერა არ გააჩნია, არ აქვს, ათვისებად არ აქვს. ამო კვეთილია ეს ჩვენი ნამდვილი, აი თუ ნამდვილ ქართველობაზე ვლაპარაკობთ, ცოტნე დადიანობა როგორც ასეთი ამოკვეთილია აღარ არსებობს. და ცოტნე დადიანი არის ერთ-ერთი მაგალითი, გაცილებით უკეთესი მაგალითების დასახელება შეიძლება საქართველოს მათ შორის უახლესი ისტორიიდან, ანუ არა მარტო რაღაც ადრეული საუკუნეებიდან, თუნდაც მე-20 საუკუნიდან, არამედ 21 საუკუნიდანაც, როდესაც ადამიანს შეუძლია თანაგრძნობა, თანალმობა, მხარდაჭერა სხვა მოყვასისა და არა მხოლოდ მოყვასისა ბარემ რო ვთქვათ. და ეხლა შესაბამისად კიდევ ერთხელ და ხაზგასმით რუსეთი ჩვენგან ითხოვს რომ არაკალების თუ გდებავთ არაკაცების და არაკალების, მაგრამ ასე ვიტყვი, არაკაცების ქვეყანა, არაკაცების საზოგადოება ვიყოთ ჩვენ, რომელიც ჩააბარებს საქართველოს რუსეთს და ვერ მივართვით მეთქი კიდევ ერთხელ ვიტყვი. მე დაგპირდით და ვერ ვახერხებ თითქოს, მაგრამ მეორე მხრივ რატომაც ვერა, დაგპირდით რომ ვისაუბრებდი მეორე თემაზეც და ჩაგიკითხავდით დიმიტრი ცკიტიშვილის სტატუსს მე აღარ ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით, უბრალოდ ძირითად პოსტულატებს კი გავიხსენებ, იმიტომ რომ მაინც დიდი და ძალიან ვრცელი რომ არ გამოგვივიდეს, მხოლოდ ამიტომ და ეს საკითხი კი ეხება ქართული რუსული ოცნების არა მხოლოდ მზაობას, კი არა შემზადებას, რომ როცა დადგება ეს კრიტიკული მომენტი, როცა ჩვენ ჩამოგვართმევენ უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან, ამ მომენტისთვის ის იყოს მზად და ასე შემდეგ, მათ შორის მისი პროპაგანდისტური მანქანა და გვაბოლონ და გვატყუონ და ასე შეინარჩუნონ ძალაუფლება, არამედ ისინი ემზადებიან სხვა არანაკლებ მძიმე პერიოდისათვის თუ მომენტისათვის, როდესაც რიგ მიზეზთა გამო ჩვენ ჩამოგვერთმევა SWIFT-ის სარგებლობის შესაძლებლობა უფლება. SWIFT-ი რა არის? ეს არის საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა, დასავლური საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა, რომელიც როგორღაც უნდა
ჩანაცვლდეს მარტივად რო ვილაპარაკოთ თქვენ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მიყურებთ მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, YouTube-ს აქვს შესაძლებლობა რომ კარგად მანახოს, აჩვენოს ავტორს რომელი ქვეყნიდან აი 1000 მაყურებლიდან რამდენია შეერთებული შტატებიდან და რამდენია საბერძნეთიდან პირობითად ვლაპარაკობ ფინეთიდან თუ საქართველოსდან, რუსეთიდან თუ იაპონიიდან მე მაყურებელი არ აქვს. შეერთებული შტატებიდან კი საშუალოდ 6.9% ანუ 1000-ში 60 კაცი მაინც მიყურებს ხოლმე და ამ 60-დან ბუნებრივია რომ არ მიყურებს მე ვინმე ინგლისურენოვანი, ვინც ქართული არ იცის. ქართულენოვანი მოქალაქეები მიყურებ და 60-ვე თქვენგანი რიცხავს თქვენს უახლოეს ხანათესავებთან, ოჯახის წევრებთან თანხას იმ თანხას რომელსაც გამოიმუშავებთ თქვენ შეერთებულ შტატებში, ასე მაგალითად ნიუ-ჯერსიში მოგესალმებით ყველას ვინც ხართ. თქვენ SWIFT-დან თუ გაითიშება საქართველოს აღარ გექნებათ თქვენს ნათესავებთან თანხის გადმორიცხვის შესაძლებლობა და ქართული რუსული ოცნება ემზადება ამისთვის რომ SWIFT-ი როგორღაც ჩაანაცვლოს. SWIFT-ის ნაცვლად სხვა ფინანსო საგადარიცხო სისტემა შემოიყვანოს და ვის შემოიყვანდა თუ არა ჩინელებს. აკი ამიტომაც უწოდებს ასე მაგალითად რომან გოცივიძე არ ვეთანხმები ამას, მაგრამ მაინც რუსულ-ჩინურ გავლენებს. საქართველოში მე მგონია რომ რუსული გავლენები გაცილებით ძლავრია ვიდრე ჩინური გავლენები, თუმცა მის აზრსაც აქვს ასაკვირველია არსებობის უფლება. ხოდა ახლა მაინც ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ დიმიტრი იცკიტიშვილი კარგად ხსნის ამ ყველაფერს. რას ნიშნავს ჩინური საბანკო სისტემის შემოყვანა საქართველოსიო წერს კითხულობს დიმიტრი იცკიტიშვილი. ეს არის ამორალური და უკიდურესად სახიფათო გეგმა, რომლითაც ოცნების რეჟიმი ცდილობს საქართველოს 1.5 მილიონი პენსიონერი. ჩვენ გვყავს 1.5 მილიონი პენსიონერი, რომლებიც ამ ჩინური სისტემის დამკვიდრების და SWIFT-ის გამორიცხვის შემთხვევაში და კიდევ იმ შემთხვევაში თუ Liberty Bank-ი ანუ ამ ბანდიტი რაგვარია იბედის ფლობელი როა რუხაძე რომელსაც დაებლოკება ეგ და მაგის პასუხია ანგარიშები, იმიტომ რომ ბრიტანული სანქციები მას ბრიტანეთიდან სანქციები მასაც შეეხება და იმეც როგორც ასეც ვეღარ შეინახავს, იმიტომ რომ ხო შავი ფული მიდის ძირითადად, ხო? მას შემოყავს Liberty Bank-ში ჩინური კომპანია, ჩინური ბანკი. და ეს ჩინური ბანკი ვერ აიღებს ყოველ შემთხვევაში საწყისი რამდენიმე თვე მაინც დიმიტრი იცკიტიშვილის აზრითაც და ობიექტურადაც ამ პენსიონერების მომსახურებას საკუთარ თავზე. საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ ფინანსურ სქემასთან წერს დიმა, რომელიც არამხოლოდ დასავლეთის სანქციების ეფექტურ განეიტრალებას ისახავს მიზნად, არამედ მთელი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების მძევლად აქცევს კერძო ინვესტიციების ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების მძევლად აქცევას კერძო ინტერესების დასაცავად. კონკრეტულად როგორ? უკვე ცნობილია რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ამზადებენ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისა და მასთან ასოცირებულ კომპანიებზე. წერს დიმა. ეს სანქციები მოიცავს ანგარიშების გაყინვას და მათ გამოთიშვას SWIFT-ის გლობალური საბანკო სისტემიდან. რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმ პირების და მათი კომპანიების საერთაშორისო საფინანსო იზოლაციას. ივანიშვილმა როგორც ჩანს მოასწრო აქტივების გადატანა დასავლეთი იურისდიქციებიდან, თუმცა გარკვეული თანხები ასაკურებელია მას მაგ გარკვეული აქტივები ჩარჩენილი ასე მაგალითად ვირჯინიის კუნძულებზე ჩემი დასკვნა, თუმცა ფულის მოძრაობისთვის მას სჭირდება ალტერნატიული არხები. ეხლა შემოიტანა გარკვეული უძრავი ქონება, მაგრამ გადარიცხვა ხო სჭირდება და როგორ უნდა გადარიცხოს თუ SWIFT-ი მას გათიშული ექნება. მას რო კონდეს SWIFT-ი გათიშული მხოლოდ ან მას და მის გარემოცვას ეს არის დიდი პრობლემა ქვეყნისთვის, გაგიკვირდებათ და მაგრამ კარგი, იმიტომ რომ ამის კონვერტირება შეიძლება უკვე საჩვენოთ და მას დაერხევა ამ შემთხვევაში და ეს კარგია, მაგრამ ამბავი ისაა რომ შეიძლება SWIFT-დან თლიანად ქვეყანა ამოგლიჯონ და ასე დაგვსაჯონ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გვეუბნებიან რომ გამოდით, გვკარდახობენ, ვიბიძგებენ, გამოდით და უკაცრავად სიტყვისთვის. შვიდობიანი გზით დაამხეთ ეს არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც გარდა იმისა რომ ასეთია, თქვენ ვეგჭეხავთ, მათ შორის აგე უკვე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. მას სჭირდება ფულის მოძრაობისთვის ბევრი დრო გავიდა, ხო? ალტერნატიული არხები. სწორედ ამ მიზნით საქართველოში შემოდის ჩინური ბანკი, რომელიც ყიდულობს Liberty Bank-ს იმისათვის, რომ გამოიყენოს ჩინეთის მიერ შექმნილი SWIFT-ის ალტერნატიული სისტემა CIPS, Cross Border Interbank Payment System.
რომელსაც იყენებენ ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სქემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე და უფრო დიდი ამორალურია, ამბობს დიმას კიტიშვილი, Liberty Bank-ის სანქციების შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია იმ შემთხვევაში, თუ ის მოემსახურება სანქცირებულ კომპანიებს და ის ემსახურება სანქცირებულ კომპანიებს და მე შემიძლია დავასახელო მინიმუმ ერთი გვარი უნდა გავიხსენო. რუსი მილიარდერი, რომლის აქტივებიც დღემდე არის რუს Liberty Bank-ში, თუ ის მოემსახურება სანქცირებულ კომპანიებს და პირებს, საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 8-დან 12 თვის განმავლობაში შეუჩერდებათ პენსიებისა და სოციალური დახმარების გაცემა, სანამ სხვა რომელიმე ბანკი არ გადაიბარებს ამ ფუნქციას. იმისათვის რომ Liberty Bank-ს არ შეეხოს სანქციები, რეჟიმს ფარად ეყოლება აფარებული პენსიონერები და სოციალურად დაუცველები. ანუ რეჟიმი გაგვიტრიალებს და გვეტყვის რომ ნახეთ დასავლეთი რას გვიკეთებს, ან სანქცირებს რა რუხაზე ბანდიტს, ან Liberty Bank-ს, რომელსაც ეგრა მაგის პასუხია ჩინელები შემოხავს, იმიტომ რომ თქვენ გადაგარჩინოთ, ხო? ამის გამო თქვენ პენსიონერებო გსჯით და ესეთი არის მოსახლეობის 38-40% სწორს ამბობს დიმა. ეყოლება დასავლური ინსტიტუციები, პრაქტიკულად შანტაჟის ქვეშ ეყოლება დასავლური ინსტიტუციები, რადგან Liberty Bank-ის დასანქცირება გამოიწვევს ქვეყნის სოციალური სისტემის კოლაფსს. სწორედ ამ შესაძლო უმძიმესი სოციალური ეკონომიკური კრიზისის საფრთხით გამოყენებით, რეჟიმი ცდილობს შეაჩეროს Liberty Bank-ზე სანქციების გავრცელება და უზრუნველყოს აქტივების თავისუფალი მოძრაობა და ჩემი დასკვნა ახლა ასეთია. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, ძალიან რთულია ამის თქმა. ჩემგან მით უმეტეს რთულია მეთქი, იმიტომ რომ თავისუფლებას მივცემ და საკუთარ თავს მივაკუთვნებ იმ 1000 კაცში, თუ ვნებავთ 5000 კაცში, თუ ვნებავთ 10000 კაცში, ვისაც ევროკავშირის დროშა ეჭირა მაშინ, როდესაც ბევრი დანარჩენი 3 მილიონი საბჭოთა კავშირის არ ვიცი, მაგრამ ხო, ამ დროშას სულაც არ აფრიალებდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში, ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში და მანამდეც რასაკვირველია კანდიდატი ქვეყნის კონტექსტში უკვე შემდგომ პერიოდში. მოკლედ მე დასავლეთის და ევროკავშირის დროშა მეჭირა მეთქი ფიგურალურად რომ თქვა, მაგრამ შესაბამისად ჩემთვის გაცილებით რთული ამის თქმა, ამის ამოთქმა. მაგრამ უმალ სჯობს რომ განულდეს ყველა, დაინგრეს ყველაფერი. ევროკავშირს ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ ყოვლისა. უნდა მოსთხოვონ შემდეგი რამ. დიახ, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებაზე კი არა, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, რადგან ვერ ამბობ თუ არს, ანუ იძულებული ხართ, რომ მოქალაქეებსაც მოსახლეობასაც შეუჩერდეს ეს უვიზო რეჟიმი და ტარგეტირებული სანქციების გარდა კალაძეებზე და ბანდიტებზე სამწუხაროდ გადმოვცელდება ჩვენზეც ეს სანქციები, მათ შორის შეგვიჩერდება უვიზო რეჟიმი. პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირს უნდა უთხრან შემდეგი და ჩააწერინონ შემდეგი. გვესმის, არა ვართ თანახმა ესე ემოციურ დონეზე, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეს ჩვენთვის და მოსახლეობას ზეც გადმოვრცელება მოსახლეობისთვის იქნება მძიმე, მაგრამ გთხოვთ ჩაწეროთ შემდეგი რამ. წინადადება იყოს ფორმულირება, ესეთია, სხვა ამ შინაარსით სხვა სიტყვებით ცხადია. ვიდრე არსებობს საქართველოს მართავს ივანიშვილის დე ფაქტო რეჟიმი, მანამდე უვიზო რეჟიმი ევროპის ქვეყნებთან, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან და +4 სახელმწიფოსთან არ აღდგება. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება, უახლოეს ერთ თვეში, დაახლოებით ამ თარიღებს თუ პერიოდებს ვამბობ, უახლოეს ერთ თვეში ევროპის კავშირი მიიღებს კიდევ ერთხელ ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღადგენს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს. აი ამ მსგავსი ფორმულირებით თუ იქნება ჩაწერილი, ამ შემთხვევაში კვლავ ვიმეორებ, მე ძალიან მიმძიმს, მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ სჯობს შეგვიჩერდეს უვიზო რეჟიმი, ოღონდ ყველა ის არის, ყველა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბანდიტ ივანიშვილის ბანდას, ქართულ ოცნებას. ეს უნდა მოვახერხოთ როგორღაც ჩვენ თავისუფლება ის მოყარე მოქალაქეებმა და ვუთხრათ ყველას, მივიტანოთ ყველა მოქალაქემდე, პენსიონერებამდე, ახალგაზრდებამდე, ძლიერებამდე, სუსტებამდე, ჭკვიანებამდე, უჭკუებამდე მნიშვნელობა არ აქვს. მივიტანოთ, რომ ეს ყველაფერი გააკეთა არა ევროპის კავშირმა, არამედ გააკეთა სწორედაც რომ ივანიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ შალვა პაპუაშვილი რო გაქალდეს ამის მეშინიაო და მე ვარწმუნებ, რომ შალვა პაპუაშვილი არ გაქალდება, მას ნეტაი გაქალდეს. იმიტომ რომ ჯობს იყო
გენდერ დაკარგული გენდერ შეცვლილი ალბათ მაინც უფრო სწორი სიტყვაა მოქალაქე ვიდრე იყო არაკაცად წოდებული